როდესაც ბრალი წარმოიდგინეს, პირველი ემოცია იყო, რომ ეს იყო შოკი. რამდენიმე წლით ციხეში თან უსამართლოდ, სოციუმში ინტეგრირება ამ პროცესების შემდეგ. ამ დროს ბავშვი სად იყო ხოლმე, როდესაც სასამართლო პროცესებზე მოდიოდი? არ ყოფილა ადამიანი ჩემი ადვოკატის გარდა, არც ერთი ჩემი მეგობარი, არც ერთი ჩემი ოჯახის წევრი ჩემს სასამართლოს ხდომაზე არ ყოფილა. იმ ნეგატივს, რაც იქ მივიღე, მე ვერაფერი ვერ ამინასხაურებს. როდესაც განაჩენი გამოცხადდა და მე მახსოვს რაღაცა მოიხსნა, რომ ტირილი დაიწყე და ჩაიკეცე. რაღაცა უცებ მომენტალურად მკიდებს ხელზე. დღესო შენ ყველაზე ბედნიერი დღე გექნებაო. ყველაფერი საუკეთესო რაც შეიძლება მოხდარიყო იმ დღეს მერე მოხდა. რამდენი ადამიანის ცხოვრების შეცვლა შეუძლია მოსამართლის ერთ გადაწყვეტილებას. მოგესალმებით, მე ვარ ადვოკატი ნინო ლომინაძე. დღეს წარმოგიდგენთ პოდკასტს სამართლის მიღმა, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ ამ სივრცეში ვისაუბრებთ სამართალწარმოების პროცესის მიღმა დარჩენილ ადამიანურ განცდებზე. ეს არასდროს არ ჩანს, როდესაც სამართალწარმოება მიმდინარეობს. შესაბამისად, დღეს ჩვენ გვყავს სტუმარი ნანა კიტია, რომელიც იყო ბრალდებული. მან გამოსცადა ყველაფერი, რაც ბრალდებული სტატუსის მქონე ადამიანი გადის. დიახაც, მან გაიარა სასამართლო პროცესები და საბოლოოდ გამართლდა. დღეში ჩვენ მოგვიყვება თუ რა გზა გაიარა, რა განცდები იყო და რა დამოკიდებულება ჰქონდა მის მიმართ საზოგადოებას. მადლობა ნანა ჩვენთან სტუმრობისთვის. დღეს ჩემი პირველი სტუმარი ხარ. ჩვენ ძალიან რთულ ეტაპზე გადავიკვეთეთ. და თავისთავად ძალიან მძიმედ მახსენდება მეც ის შემთხვევები, რასაც ჩვენ ყოველ დღე გავდიოდით სასამართლო პროცესების და სასამართლო დარბაზში. თუ შეგიძლია მოყვე, გაიხსენო ის ფაქტები, როდესაც ჩვენ შევხვდით პირველად და რატომ შევხვდით პირველად, რაც თავარია ამაზე რომ ვისაუბროთ. ჩვენი გზები გადაიკვეთა 8 წლის წინ, როცა მე ვიყავი 22 წლის. ჩემი ბავშვური გულყრობის გამო აღმოჩნდი საკმაოდ უსამართლო სიტუაციაში და ბრალი წარმოადგინა სისხლის სამართლის კოდექსით. ეს იყო მუხლი, რომელიც ითვალისწინებდა 4-დან 7 წლამდე უპირობო თავისუფლების აღკვეთას. და მუხლი იყო შემდეგი ცრუ დასმენა ანგარების მოტივით. ეს იყო საკმაოდ მძიმე მუხლი და გამომართლეს დაახლოებით 2 წლინახევრის შემდეგ, მაგრამ ეს პერიოდი, როცა სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა, იყო ურთულესი, როგორც მენტალური კუთხით, ისე ემოციური კუთხით, ისე საზოგადოებაში თავის დამკვიდრების კუთხით, ყველანაირად გავიარე ძალიან რთული ფაზები, გზები, გამოცადე ადამიანები, ძალიან ბევრი ისტორია დასრულდა იმ პერიოდში ჩემ ცხოვრებაში, ბევრ ადამიანთან მიმართებაში. მოკლედ, გზა არ ყოფილა მარტივი, ნამდვილად. იმ მომენტში, როდესაც ბრალი წარგედგენ, თქვენ თავს უდანაშაულოდ თვლიდით, ხო? როდესაც ბრალი წარმოიდგინეს, პირველი ემოცია იყო, რომ ეს იყო შოკი. ვერ მივხვდი რა ხდებოდა საერთოდ. ვიცოდი, რომ გაუგებრობაში ვიყავი, ვიცოდი, რომ ეს არ იყო რეალობა, რა რეალობაშიც უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ ფაქტი იყო ცოტა სხვანაირი. მე ვიყავი პატარა, მე ვიყავი ბავშვი და იმ სიმძიმეს, რა სიმძიმეც რეალურად ფაქტს ჰქონდა, მე ვერ ვიაზრებდი იმ კონკრეტულ მომენტში, მაგრამ ფაქტი იყო საკმაოდ მძიმე. შემდეგ ჩემ ბრალის წარდგენას მოყვა პროცესები, რომლებიც საკმაოდ დროში გაიწევა. მე ვიყავი ყველა სასამართლო პროცესზე შენთან ერთად. ყველა სასამართლო პროცესზე ვიყავი ყოველთვის მოწესრიგებული, ვცდილობდი არასდროს დამეგვიანა, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. რა მაინტერესებს იცით, რომ როდესაც ჯერ პირველ რიგში ბრალის წარდგენა ხდება გამომძიებელთან პოლიციაში, როდესაც წახვედი და შემდგომ უკვე სასამართლოში პირველი წარდგენა. აი, როდესაც გითხრა გამომძიებელმა, რომ ბრალი წარგედგინათ და უკვე ბრალდებული სტატუსი მიიღეთ. რა განცდა იყო თქვენ? ზუსტად ესე ემოციები არ მახსოვს, მაგრამ იმ მომენტში კიდე ცოტა სხვა სირთულეებსაც გავდიოდი ცხოვრებაში, მაგრამ პირველი ემოცია იყო, რომ არ მჯეროდა რა მოხდა, იმიტომ რომ ვერ ხვდებოდი რა შუაში ვიყავი საერთოდ ამ კონკრეტულ მუხლთან. მე ვიფიქრე, რომ ეს იმდენად მძიმე არ იყო და იმდენად რთული არ იყო, მაგრამ სანამ უშუალოდ შენთან მოვიდოდი, მყავდა ადვოკატი, რომელმაც შემომთავაზა საპროცესო გარიგება და ეს საპროცესო გარიგება იყო ძალიან მძიმე და მე ამას არ დავთანხმდი. რატო არ დავთანხმდი? იმიტომ რომ უდანაშაულო ვიყავი, ვიცოდი რომ უდანაშაულო ვიყავი და ვერ დავთანხმდი. ჯერ უსამართლობის შეგრძნება ის რომ მე ბრალდებული უნდა ყოფილიყავი და ბრალდებულს თავი დაანებეთ ნასამართლევი,
ისეთ დანაშაულზე, რომელიც არ ჩაგიდენია, ძალიან რთულია. მით უმეტეს 22 წლის ასაკში, როცა ცხოვრება უნდა დაიწყო და ყავს პატარა შვილი, 2 წლის, ძალიან რთულია დათანხმდეს საპროცესო გარიგების იმდენად რთულ ფორმებს და ეს ყველაფერი იყო იქიდან გამომდინარე, რომ ბრალი იყო მძიმე და ბრძოლას ეტყობა ჩათვალა ადვოკატმა, რომ არ ქონდა აზრი. ოჯახმა როგორ მიიღო თქვენმა? ფაქტის სიმძიმის გაცნობიერების ის არ ქონიათ. ვერ გააცნობიერეს რამდენად მძიმე იყო. რამდენად გაკითხენ გვერდზე, რა განცდა იყო, რას გეუბნეოდ? მორალურად ჩემს გვერდზე არავინ არ ყოფილა, არც ერთი ჩემი მეგობარი, არც ერთი ჩემი ოჯახის წევრი მორალურად არ ყოფილა ჩემს გვერდით, არავინ არ ყოფილა, რომელიც გამამხნევებდა, რომელიც მხარში დამიდგებოდა, არ ყოფილა ადამიანი ჩემი ადვოკატის გარდა. ჩემს გვერდით, რომელმაც გაიაზრა იმ მომენტში რა რთულ მდგომარეობაში ვიყავი. კი, მახსოვს მეც რომ მე ვიყავი სრულიად მარტო. დარბაზი პრაქტიკულად ცარიელი იყო ხოლმე, მე პრაქტიკულად ცარიელი იყო, არასოდეს არც ერთი ჩემი მეგობარი, არც ერთი ჩემი ოჯახის წევრი ჩემს სასამართლოს ხდომაზე არ ყოფილა. და ამას როგორც ნობდი, სხვათა შორის იმ ეპიზოდიდან, რა ეპიზოდშიც მე ვიყავი, დღეს ჩემს ცხოვრებაში ეს ადამიანები აღარ არიან. რამ განაპირობა მათი გაქრობა შენი ცხოვრებიდან ამ ფაქტმა? კონკრეტულად ამ ფაქტმა ძალიან ბევრი რამე შეცვალა ჩემს ცხოვრებაში, იმიტომ რომ მოხდა უდიდესი გარდატეხა. ჯერ აქედან დავიწყოთ ჩემი ცხოვრება იზომება კონკრეტულად ამ ფაქტამდე და ფაქტის მერე. და იმდენად დიდი ტრანსფორმაცია მოხდა უშუალოდ ჩემში, რომ მე გამოვცადე ადამიანები, გამოვცადე მეგობრები, სოციუმი, რა სოციუმშიც ვიყავი და შესაბამისად მივხვდი, რომ ის ადამიანები არ ემსახურებდნენ ჩემი რესურსის ჩემს რესურსებს. ჩვენ სასამართლო პროცესებზე მოწვევს კითხავდით ხოლმე, აქტიურად იღებდი შენს მონაწილეობას მათი დაკითხვაში და მე პირადად როგორც ადვოკატს მიჩნდებოდა ხოლმე პროტესტი, მიჩნდებოდა იმის განცდა, რომ იტყუებოდნენ, იმიტომ რომ არ იყო ესე თავდაჯერებულები არ იყვნენ და თავისთავად ფაქტების ცნობილებაც ჰქონდათ. ანუ ჩემთვის როგორც ადვოკატისთვის ეს მიუღებელი და ემოციური იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში ის მაინტერესებდა იმ მომენტში რას გრძნობდი, როდესაც მოწმე, რომელიც სასამართლოს წინაშე ფიცის ქვეშ აძლევს ჩვენებას და იკითხება და ისმენ საკუთარი ყურით, რომ როგორ იტყუება. მახსოვს მოწმე იყო ქალი, ზრდასრული ქალი, საკმაოდ ასაკში მყოფი ქალი. პირველად გამოვცადე საკუთარ თავზე, რამდენად რთული იყო, როცა ისმენდი საკუთარ თავზე ტყუილს და თან ამას გარწმუნებდნენ, რომ სიმართლე იყო. ეს იყო მართლა ურთულესი პროცესი და მახსოვს, რომ სასამართლო პროცესზე აღდგი და კითხვა დავუსვი კონკრეტულ ფაქტთან მიმართებაში, დამიკონკრეტე კონკრეტული ფაქტი, როგორ მოხდა თქო და ამ ქალმა რომ დააკონკრეტა და რა თქმა უნდა ფაქტებთან შეუსაბამობაში იყო, მე დავმშვიდდი, იმიტომ რომ სასამართლო პროცესი იყო ერთადერთი ადგილი, სადაც მე ვგრძნობდი იმ მომენტში თავს მშვიდად, იმიტომ რომ ამის საფუძველს მაძლევდა როგორც ადვოკატი, ისე მოსამართლე. ფაქტების თუ დაალაგებდი შესაბამისობაში ჩემი ისტორია და კონკრეტულად ფაქტები ერთმანეთთან მოდი. ერთადერთი პრობლემა რაც იყო მოწმეები იყო ჩემს შემთხვევაში, თორემ მოწმეები იყვებოდნენ განსხვავებულ ვერსიას, თორემ დანარჩენი ყველაფერი თანხვედრაში იყო ერთმანეთთან. საბოლოო ჯამში ამ სასამართლო პროცესიდან თქვენ რა განცდით გამოხვედით? განხორციელდა თუ არა მართსაჯულება, ან რამდენად სწორი იყო და სამომავლოდ რა გავლენა იქონია თქვენს ცხოვრებაზე? როდესაც განაჩენი გამოცხადდა და მე გამომართლეს, იმ მომენტიდან მე მომემატა თავდაჯერებულობა, მე ვიგრძენი თავი დაცულად. იმ მომენტიდან შეიცვალა ჩემი ცხოვრება, მე დავიწყე უდიდესი ტრანსფორმაცია საკუთარ თავზე მუშაობა. ჩემი ცხოვრება გახდა უფრო ნათელი, დავიწყე რეალურ დროში ინტეგრირება. მე ეს ყველაზე მეტად მჭირდებოდა და მიჭირდა, იმიტომ რომ არასდროს ვიყავი კონკრეტულ მომენტში. დავიწყე მომენტით ცხოვრება, დავიწყე ყველა ემოციის ძაფრად მიღება, დადებითი ემოციების მიღება. ყველა ნეგატიური ადამიანი, ყველა ტოქსიკური ადამიანი ჩემი ცხოვრებიდან მოუშორე. დავიწყე განვითარება როგორც პროფესიული კუთხით, ისე პირადადაც, ანუ ყველანაირად. როდესაც განაჩენი გამოცხადდა და მე მახსოვს რაღაცა მოიხსნა შესაძლოა ტირილი დაიწყე და ჩაიკეცე. მახსოვს ეს whole პროცესი იყო.
და კი ბოლო პროცესი განაჩენის გამოცხადების შემდგომ იმ მომენტში რა მოხდა შენს თავში, ასე ვთქვათ, რა ემოცია? გამთავისუფლდი იმ ყველა დაგროვილი ემოციისგან, გამთავისუფლდი. საზოგადოებისგანაც ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება მქონდა იმ პერიოდში თავს ძალიან მარტო გრძნობდი. იმ ყველა ემოციისგან გამთავისუფლდი. გავიხსენებ უშუალოდ გამომართლებელი განაჩენის გამოცხადების დღეს, როცა სახლიდან გამოვედი, ეს იყო ძალიან რთული დღე ჩემს ცხოვრებაში. ბავშვი დავტოვე, მე-11 პიჯაკი, როგორც მახსოვს, აგვისტოს თვე იყო, ზუსტად მახსოვს, ცხელოდა. და სახლიდან გამოვიდოდი და მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ არ დამეგვიანა და ვჩქარობდი და თან რომ ვჩქარობდი, გონება მქონდა გათიშული. აი, საერთოდ ვერ ვფიქრობდი ვერაფერზე იმ კონკრეტულ მომენტში და მივდივარ ქუჩაში, ძალიან სწრაფი ნაბიჯები და ვიღაცა უცებ მომენტალურად მკიდებს ხელზე და ძალიან დაძაბული ვტრიალდები და იმ მომენტში ვიფიქრე, რომ ამ ადამიანს უნდა დახმარების თხოვნა, მაგრამ დახმარება ჩემთვის არ უთხოვია და მიყურებს, სახეზე არ მახსოვს. მაგრამ მახსოვს რა ეცვა. და სახეზე არ შემიხედავს, ხელს დავხედე მხოლოდ და ეს ადამიანი მეუბნება დღესო შენ ყველაზე ბედნიერი დღე გექნებაო და ეს ხელი გამიშვა და ხელი როგორც კი გამიშვა, მოვცილდი და წამოვედი. იმ მომენტში არ გამხსენებია ეს ადამიანი, მაგრამ როგორც კი სასამართლო პროცესი გამოაცხადეს, ანუ პროცესზე გამოაცხადეს გამომართლებელი განაჩენი და მე გამომართლეს და მართლა უბედნიერესი დღე იყო და მართლა ყველაფერი შეცვალა იმ დღემ ჩემს ცხოვრებაში, მოვბრუნდი იმ ადგილას. დავრბოდი გიჟივით და ვეძებდი იმ ადამიანს, მაგრამ ვერ ვნახე და სხვათა შორის ის ადამიანი მოწყალებას არ ითხოვდა, იმიტომ რომ არასდროს შემხვედრია შემდეგ იმ ადგილას, აი არასდროს. და ეს იყო, არ ვიცი, ცოტა ისეთი ზეციური ნიშანი რაღაცა იმის, რომ ის დღე ძალიან ბევრ რაღაცას შეცვლილა ჩემ ცხოვრებაში და მართლა ეგრე მოხდა. იმ დღის მერე დაიწყო ჩემი ცხოვრება, ესე რომ ვთქვათ, ყველაფერი საუკეთესო რაც შეიძლებოდა მოხდარიყო იმ დღის მერე მოხდა. როდესაც გამართლდი, ამ დროს მეგობრების, გარშემო ახლობლების, ოჯახის წევრების დამოკიდებულება თუ შეიცვალა? სიმართლე გაინტერესებთ, დიდად არ ყოფილან ჩართული არც ერთი ჩემი მეგობარი და არც ერთი ჩემი ოჯახის წევრი მენტალური თვალსაზრისით იმ პერიოდში ამ პროცესებში არ იყვნენ ჩართულები. წეგანაც ვისაუბრეთ, რომ არავინ არ დადიოდა სასამართლო პროცესებზე და თვალსაწყისშივე თქვი, რომ ბავშვი იყო 2 წლის. ამ დროს ბავშვი სად იყო ხოლმე, როდესაც სასამართლო პროცესებზე მოდიოდი? ხან სახლში ვტოვებდი, ხან ჩემს მეგობრებთან ვტოვებდი. დედაჩემთან, ხან ვტოვებდი ჩემს მეგობრებთან და მოვდიოდი სასამართლო პროცესზე. ეს განაჩენის დღესაც მეგობართან მყავდა ბავშვი დატოვებული და ყველაზე რთული მომენტი ის იყო, რომ მე არ ვიცოდი იმ დღეს დავბრუნდებოდი თუ შევძლებდი თუ არა სახლში დაბრუნებას. ეს იყო მართლა ურთულესი მომენტი ჩემს ცხოვრებაში. ვიყავი ძალიან არეული, განერვიულებული. უნდოვნად მახსენდება იმ დღის მომენტები, მაგრამ ყველაზე მძაფრი ემოცია რაც იყო ჩემში, განაჩენის გამოცხადების მომენტი იყო მართლა ურთულესი. უკან შევედი უკვე სასამართლო პროცესში და უკან რომ მოვიხედე და მანდატურები რომ მიდგნენ იქეთ-აქეთ და შეიძლებოდა რომ იმ მანდატურებს გავყოლოდი, არასდროს დამავიწყდება მოსამართლის ნათქვამი სიტყვები ბოლო განაჩენის გამოცხადების მომენტში, როცა მე ვტიროდი მახსოვს და იმ მომენტში მითხრა რომ დამიჯერეო, აი ეს რაც გაიარე ყველაფერიო, ცუდი სიზმარებით გაგხსენდება ერთ დღესო. მართლა ეგრე მოხდა. მართლა ცუდი სიზმარებით მახსოვს დღეს ეს ყველაფერი ემოციურად. ხო, ანუ ნახე როგორი მომენტია, როდესაც ჩვენ პროცესებზე დავდიოდით, ქონდა მოლოდინი, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ფაქტორი ისო ჩვენ დავიწყეთ ამ საქმეზე, ხო, იყო ის, რომ მოლოდინი ქონდა, რომ სწორი მართლმსაჯულება განხორციელდებოდა. აი, როგორ წარმოგიდგენია ეხლა ის, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ძალიან ხშირად გვესმის, რომ არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, უსამართლო გადაწყვეტილება რომ გამოსულიყო. უდანაშაულო იყავი, თავს, ასე ვთქვათ, დამნაშავედ არ ცნობდი და მოსამართლეს რომ გამოეტანა პირიქით ეს გადაწყვეტილება. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლებოდა ჩემი ცხოვრება გაგრძელებულიყო. რამდენიმე წლით ციხეში თან უსამართლოდ მენტალურად ეს ფაქტი იმდენად დამანგრევდა. შეიძლებოდა მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ გამოვსულიყავ მდგომარეობიდან, რა თქმა უნდა, ეს ჩემ შულზეც აისახებოდა, ჩემი შვილის მომავალზე, ჩემი შვილის მენტალურ მდგომარეობაზე, შეიძლებოდა ფსიქოლოგიური პრობლემებიც ქონოდა. ბავშვი საწავიდო და მაგ დროს ვინმე ყავდა, ვინც მიხედავდა. დედა ჩემთან სავარაუდოდ, მაგრამ
ყოველ შემთხვევაში ეს იქნებოდა ურთულესი გზა, რომელსაც ალბათ მთელი ცხოვრების მანძილზე დაღად გავივლიდი. თუნდაც რამდენიმე წელი ყოფილიყო და არ ყოფილიყო სრული, ანუ არ აქვს მნიშვნელობა ერთი დღეც რომ ყოფილიყავი, ეს იქნებოდა ჩემთვის ურთულესი მომენტი. მით უმეტეს ქართულ მენტალობაში ძალიან რთული არის სოციუმში ინტეგრირება ამ პროცესების შემდეგ. ციხიდან გამოსულს ძალიან გაგიჭირდება. შეუძლებელი არაფერია, მაგრამ ძალიან რთულია მით უმეტეს საქართველოში. ეხლა შენ ამდენი წლის მერე და როდესაც საუბრობთ ამ ფაქტებზე, მეც ეხლა შენთან ერთად ვიხსენებდი იმ შეგრძნებებს, მეც ვიხსენებდი და მე მახსოვს ბოდიში რო გაწყვეტინებ, არასდროს დამოვიწყდება შენი თავდადება. 3 ან 4 საათი იყო დასკვნით სიტყვას რომ კითხულობდი, წყალიც არ დაგილებია. კი ბატონო და ახლობით 10 დღის განმავლობაში წერდი და 75 გვერდიანი დასკვნითი სიტყვა იყო. და კი ერთი ტომიო მოსამართლეებაც თქვა და თავისთავად რა თქმა უნდა ძალიან დიდი შრომა ჩავდა ნამდვილად, იმიტომ რომ მოსამართლე მოისმინა დასკვნის ყველა სიტყვა. ესეც ძალიან კარგად მახსოვს. მეც მახსოვს ნამდვილად ყურადღებით მისმენდა და შესაბამისად მე თვითონაც კმაყოფილი ვიყავი მერე რომ მივიტანე სათქმელი და რეალობა რაც იყო დარწმუნდა სასამართლო შემდგომ და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო სწორედ ეს ფაქტებზე, მტკიცებულებებზე დაყრდნობით და ლოგიკურად განსაჯა და ნამდვილად ვთვლი, რომ მაგ შემთხვევაში ნამდვილად განხორციელდა სწორი მართლმსაჯულება შენს მიმართ. მაგრამ აი იმ განცდებთან მიმართებაში როცა იხსენებდი, სიმართლე გითხრა ცოცხლად, ეხლა ჩემთვისაც გაცოცხლდა, იმიტომ რომ ჩემთვის იყო ერთ-ერთი დამანგრეველი საქმე, იმასაც კი ვიძახდი, რომ ეს საქმე თუ გამამართლებელი არ დადგა და ვერ მოვიგე, მე წყვეტ საერთოდ საქმიანობას გვერდიდან რო იყვანონ, იმიტომ რომ მეც ვიცოდი და ჩემთვის ძალიან ემოციური იყო ის, რომ ვიცოდი, რომ სახში 2 წლის შვილი გელოდებოდა და ის რომ წარმოვიდგინე, რომ ვეღარ დაბრუნდებოდი და ვეღარ მიხვიდოდი შვილთან, ჩემთვის იყო ეს ძალიან გამონადგურებელი და არ ვიცი, სიხარული რა ვიგრძენი არ მახსოვს განაჩენის გამოცხადების დროს, უბრალოდ ვიგრძენი სიმსუბუქე, ანუ რაღაცა მომეხსნა. მაგრამ ეხლა მე მაინტერესებს იმ როდესაც საუბრობდი, ხო გაგახსენდეთ, ანუ სურათით დავინახეთ, ხო? აი, რას ეტყოდი საკუთარ თავს იმ მომენტში, იმ ძველ ნანას რას ეტყოდი ეხლა დღევანდელი დღის გადმოსახედით? ეტყოდი იმას, რომ არაფრის შეგეშინდეს, რომ სამყაროში არსებობს კონკრეტული ბალანსი, არსებობს სამართალი, არსებობს სამართლიანობა და არსებობს იმედი იმის, რომ ვიღაც მოისმენს შენს ისტორიას, დაგიჯერებს, იქნება სამართლიანი და შენს ცხოვრებას ერთი გადაწყვეტილებით უკეთესობისკენ შეცვლის. ხო, მაგრამ ყველას არ აქვს ეს ფუფუნება დღესდღეობით, ალბათ არაერთხელ შენს გსმენია, რომ სამწუხაროდ ყველას არ აქვს და ძალიან ცუდია, რომ ყველას არ აქვს, იმიტომ რომ რამდენი ადამიანის ცხოვრების შეცვლა შეუძლია მოსამართლის ერთ გადაწყვეტილებას ალბათ იმდენად რთულ პროცესს გადიხარ უშუალოდ იმ პროცესებში და იმდენად ვითარდები და იმდენად იზრდები და იმდენად აანალიზებ, მე არ ვიცი სხვა ადამიანების გონებაში რა ხდება, მაგრამ ჩემთან უშუალოდ ანუ პროცესი იმდენად გაძლევს რაღაცების გადაფასების და გააზრების შესაძლებლობას თვითონ უშუალოდ სასამართლო პროცესები, მე ის რომ შეიძლება უსამართლო ციხეში მოხვდე, იცვლები თავიდან ბოლომდე. მე ესე ვთვლი ყოველ შემთხვევაში, ჩემს შემთხვევაში ესე მოხდა, რომ ძალიან მეშინოდა. მაგრამ მაინც მქონდა სადღაც იმის შეგრძნება, რომ შეუძლებელი იყო ეს ჩემი ისტორია ყოფილიყო, იმიტომ რომ ძალიან უსამართლო იყო. როდესაც უფიქრდები, ალბათ ძალიან ხშირად ფიქრობ, რა თქმა უნდა, მე მეფიქრებ და ახლა წარმომიდგენია, რომ შენ კიდევ უფრო მეტად და ხშირად ფიქრობ ამ საკითხთან დაკავშირებით. როდესაც ამდენი რესურსი დახარჯა, ამდენი ემოცია, ამდენი ნერვიულობა, დღის გადმოსახედით შეგიძლია თქვა, რომ რაიმე კომპენსირება ხდება, ანუ რამეს შეუძლია მოახდინოს ამის კომპენსირება, თუნდაც მატერიალური კუთხით. არაფერს. იმ ყველაფერს, რაც მე გავიარე მენტალურად და რამაც როგორც დავზიანდი, არავინ არ თქვას, რომ ეს პროცესი მარტივია, მარტივი არ არის, არავინ მით უმეტეს 22 წლის ბავშვისთვის საერთოდ არ არის ეს პროცესები მარტივი. და იმ ნეგატივს, რაც იქ მივიღე, მე ვერაფერი ვერ ამინასხაურებს. შეიძლება მატერიალური კუთხით არ ვიცი, არ მგონია. აი, რას სურჩევდი, რა როგორ წარმოგიდგენია, რომ როგორ უნდა ხდებოდეს, აი, გამოცდილება გაქვს საკუთარ თავზე, მაგალითად, გამომძიებელი აკავებს პიროვნებას, პროკურორი წარუდგენს ბრალს, სასამართლოს წინაშე ზის ადამიანი, ძირითად შემთხვევაში ადვოკატებს გვაქვს
ეხება ამ ბრალდებულებთან, მის ოჯახთან და პიროვნულად ჩვენ ვიცნობთ მას. ძალიან ცივად ხდება შეფასება ზედაპირულად, ხო, ხშირ შემთხვევაში ხა თუ არ ჩავთვლით ჩვენ შემთხვევაში რომ მოსამართლე სხვანაირი კატეგორიის იყო და ნუ რა თქმა უნდა არიან დღესაც და ძალიან დიდ პატივს მსგავსი კატეგორიის მოსამართლეები, მაგრამ სასამართლო ღებულობს ფორმალურ სახეს, ხო? ბევრისგან მომისმენია, მე თვითონ მონაწილეობს ყოფილვარ, მქონია რა თქმა უნდა მსგავსი შემთხვევები, რაც შენთან იყო, რომ ძალიან კარგად განუხილიათ საქმე, არა იმიტომ რომ ჩემი საქმე იყო და იმიტომ ვამბობ, არამედ მართლა მოსამართლეს ემჩნევა, რომელიც განიხილავს საქმეს, გულიანად უდგება, შეისწავლის ბრალდებულის პიროვნებასაც, გარემო ფაქტორებს და ადამიანს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სამართალწარმოება, ჯერ არის ადამიანი. მას აქვს თავისი ცხოვრება, თავისი ინტერესები, გარშემო, თავისი ოჯახის საყვარელი ხალხი, ხო? უბრალოდ ის რომ ჩვენ შევაფასოთ მხოლოდ იმ ქმედებით, რასაც ედავება პროკურატურა, არის ჩემი აზრით არასწორი. მეც ნებისმიერ დროს, როდესაც საქმე, ანუ ჩვენი ურთიერთობა ხო გახსოვს დეტალურად გავიარეთ თავდაპირველად ჩვენ, ხო, რა მოხდა, საქმეს გავეცანი და ფიქრობდი, რომ ახლა საპროცესო შეთანხმება რატო არ გაგაფორმებინე? იმიტომ რომ ფიქრობდი რომ ამის უკან შვილი დგას, შვილს ეყოლება დედა, რომელიც არის ნასამართლები. ანუ ფართო მასშტაბებზე ვფიქრობდი, ხო? იმ მოსამართლეებთან მიმართებაში, რომლებიც მშრალად უყურებენ და უბრალოდ ბრალდებულია სტატუსი აქვს და მორჩა. აი ამ დროს მოსამართლეს რას ეტყოდი, რომ როგორ უყუროს, რა შეუფასოს მას? ყველა ადამიანს კონკრეტული ფაქტამდე აქვს ცხოვრება, აქვს თავისი ისტორია, აქვს თავისი ყავს ოჯახი, შვილები, დები, ძმები, დედამამ, ყველას აქვს რაღაცა ბექგრაუნდი, რის გამოც მე მგონია, რომ მოსამართლებმა უნდა გაითვალისწინონ აბსოლუტურად ყველა ფაქტი მის ცხოვრებაში მომხდარი, დადებითი, უარყოფითიც და უფრო დაეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, ვიდრე ზედაპირულ კონკრეტულ ფაქტზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება და უნდა ფიქრობდნენ კიდე მომავალზე, სამომავლოდ, როგორ შეიძლება მისი ცხოვრება განვითარდეს და რამდენად აქვს პერსპექტივა იმ ადამიანს უკეთესი ცხოვრების და ტრანსფორმაციის და შეცვლის ზოგადად. ბავშვი, შენი შვილი გეკითხება ახსოვს? არა, ჩემო შვილმა ამ ფაქტებზე არაფერი არ იცის. რა შეგიძლია გამოყო ერთი ფაქტორი, გითხრა, რომ რა შეცვალა კონკრეტულად ერთი ფაქტი. რა შეცვალა ამ სამართალწარმოების პროცესმა ერთი ფაქტი დადებითი და მეორე უარყოფითი შენს ცხოვრებაში? უარყოფითი ფაქტი ის იყო, რომ თვითშეფასების პრობლემები მქონდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და ძალიან დიდი ბრძოლა მომიწია საკუთარ თავთან, რომ ეს პრობლემა მომეგვარებინა. და დადებითი ფაქტი ის არის, რომ უფრო მეტად დავიწყე თავისუფლების შეგრძნება და დაფასება. უფრო მეტად ვეცი პატივი საკუთარ თავს, საკუთარ სივრცეს, საზღვრებს, პრიორიტეტებს და ასე შემდეგ. და მაინტერესებს, რას ეტყოდი იმ ხალხს, ვინც დღეს გადის ზუსტად იმავე გზას, რაც უკვე შენ გაიარე? ვეტყოდი, რომ ნებისმიერი სირთულე, რაც ცხოვრებაში ხვდებათ, გამოიყენონ ტრანსფორმაციისთვის, გამოიყენონ პრიორიტეტების გადაფასებისთვის და ეცადონ, რომ საკუთარ თავის უკეთესი ვერსია გახდნენ და ნებისმიერმა ნეგატიურმა ფაქტმა, რაც მათ ცხოვრებაში ხდება, ეცადონ, რომ რაღაცა შეცვალონ მათ ცხოვრებაში, დადებითისკენ. ნანა, ჩვენ, როდესაც დავა დავიწყეთ სასამართლოში, არ გვქონდა არანაირი მტკიცებულებები. ასეთ დროს, როგორ ფიქრობ, აქვს ბრძოლას აზრი? ყოველთვის აქვს აზრი ბრძოლას, იმიტომ რომ როცა მართალი ხარ, მით უმეტეს შეიძლება იყოს, ჩემს შემთხვევაში, როგორც მე გამემართლა, ისე შეიძლება იყოს ადამიანები, ჯგუფი კონკრეტული ან კონკრეტულად ერთი ადამიანი, რომელიც მოისმენს შენს სიმართლეს და აუცილებლად დაგიჯერებს. და ეს ადამიანი და ეს სისტემა რომელია? სასამართლო. სამართლიანი სასამართლო, რომელიც საბედნიეროდ დღეს არის შემორჩენილი სადღაც. ანუ სასამართლო შემორჩენილი თუ მოსამართლეები კონკრეტულად. მადლობა ნანა ამ ინფორმაციის გაზიარებისთვის, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ადამიანმა ილაპარაკოს ხმამაღლა. თუ არსებობს ქვეყანაში რაიმე სიკეთე, ისიც უნდა ითქვას, თუ არსებობს მინუსი, ისიც უნდა ითქვას, ხო უარყოფითი მხარე რაც არის, მაგრამ ვფიქრობ, რომ
შენი ეს პოზიცია, რაც გაქვს, შენი ისტორიის მოყოლა შეიძლება ვიღაცისთვის ნამდვილად, ასე ვთქვათ, სამოტივაციო ნაწილი გახდეს და დაეხმაროს, ან დაფიქრდნენ, რომ ადამიანებს აქვთ ცხოვრება. თავისი, ასე ვთქვათ, ისტორიები, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც არის მიღებული, ხო, ის რა თქმა უნდა ცვლის ადამიანის ცხოვრებას, უბრალოდ არის დამოკიდებული თუ რა კონტექსტში. მადლობა სტუმრობისთვის, მადლობა იმისთვის, რომ ხმამაღლა, ასე ვთქვათ, ისაუბრე საკუთარ ემოციებზე. მადლობა და იმ დარწმუნებული ვარ, რომ ის მოსამართლე, რომელმაც ჩემს შემთხვევაში გამამართლებელი განაჩენი მიიღო, დღეს რომ ხედავდეს, დარწმუნებული ვარ, იამაყებდა თავისი გადაწყვეტილებით, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ნამდვილად. რა თქმა უნდა, დაგემშვიდობებით ყველა შემდგომ ეპიზოდამდე და დავასრულებ ფრაზით, რომ ყველა გადაწყვეტილებას აქვს ისტორია. ყველა გადაწყვეტილება ცვლის ადამიანის ბეწვს. ეს დამოკიდებულია უკვე სამართლიან გადაწყვეტილებაზე, დადებითად თუ უარყოფითად შეიცვლება ადამიანის ცხოვრება. მომდევნო შეხვედრამდე.